საქონელი აიღო და გაიქცა. სხვებიც არ პასუხობენ ტელეფონზე, არავინ არის. არავინ. სად უნდა გაიქცეს ბატონო სინა? მე საიდან უნდა ვიცოდე? მომისმინა, ყველაფერი გააკეთე. ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ იპოვო. იმ კაცებთან იმუშავე, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ უნდა გაიგო. გასაგებია? გავიგე. გაიგე? გავიგე ბატონო სინა. მან 3 დღე მომცა, რაც არ უნდა მოხდეს. ის ფული უნდა ვიპოვო. ისმენთ. ბატონო ჯუნეით, ახმედი ვარ. ის რეკავს. დაელაპარაკე, ოღონდ არ შეეშინო. სად ხარ? ტელეფონი გამორთული რატომ გაქვს? ცუდი ამბებია ბატონო ჯუნეით. მესროდრენ. საქონელი წაიღეს. ნავით ჩაძირეს. ძლივს გადავრჩე ბატონო ჯუნეით. გეფიცებით, არაფერი გამიკეთებია. კარგი, ახლა სად ხარ, ის მითხარი. რა გინდა? მამა შენი იყო მოსული, მოგიკითხა. ხოლოდ იმისთვის მოვიდა რომ მომიკითხოს? არა. მე თევზეზე ჩიოდა, შეიძლება ის ისროდაო. წინა ღამეს. უთხარი რომ ეს შეუძლებელია, რადგან ის კაცი ვერ მოგვიახლოვდება. მართალია. იარაღს არ აიღებს ხელში. თანაც ბევრი მტერი გყავთ, მეტი არ გჭირდებათ. არ გისაუზმია. არ მშია. მომეცი სურათი. დედა მოგენატრა? მომეცი მეთქი. მომისმინე, სასტუმროში საქმეები მაქვს, თუ გინდა ერთად ვინახულოთ. მირჩევნია მარტო წავიდე. მარტო არ გაგიშვებ, დაინახე გუში რაც მოხდა, ეს შეუძლებელია. გუშინდელი მე კი არა თქვენ გეხებოდათ. არა საყვარელო, ცდები, ჩვენ გვეხებოდა. ჩვენ ყველას. იმიტომ რომ შენც დემიროღლო ხარ და გავიწყდა? კარგი, საკმარისია. გამნაშავე არ ვარ. მათ მითხრეს, დემიროღლუს ოჯახს უთხარი, რომ არ გაცურონ წყლებში, რომლებსაც არ იცნობენო. ესე იგი მათ იცოდნენ და დათანხმდნენ. იმისთვის რომ ბატონ სინას გაკვეთილი ჩაუტარო. ისინი ისროდნენ. ვერაფერს ვერ ვიზამდი. ვერაფერს ვერ ვიზამ. ამსენი? ამ უსარგებლო ტვინით გინდა რომ მოგვატყუო. მათთან ერთად დაგეგმეს ყველაფერი. ჩვენი საქონელი წაიღე. და ჩვენ არაფერს ვიტყვით, არა? 24 საათს გაძლევ. ან ჩვენი საქონელი მოიტანე, ან ფული. გაქცევა არ გაბედო. ან ფეხით ვერ გაიქცევი. იმ ხალხს გადაეცი, ვისთანაც მუშაობ, რომ მათი ჯერიც მოვა. ქალბატონი ჰაზალი ისევ არსად არ არის. გეფიცები არ მესმის. უესრად გაჩნდა. ვურალს აიძულა, რომ ცოლად მოიყვანოს და ახლა ოთახიდან არ გამოდის. შეუძლებელია ამის გაგება. მგონი გუშინდელის გამო გახდა ცუდად. შეჩვეული არ არის, ამიტომაც შეეშინდა. შენ ხარ შეჩვეულის როლებს. არავინ ჩვენთაგანი არ არის შეჩვეული, მაგრამ როგორც ხედავ, საყვარელო ყველა აქვთ. შენი ქმარი სად არის? ვერ ვხედავ. საქმე ჰქონდა და ადრე გავიდა. მაშინ შენს თავზე ილაპარაკედებდნენ და არა სხვებზე. ოთახში წავალ.
როგორც ჩანს, ამ სახლში ჯობს არსად არ გახვიდე. ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს და არა ჰაზალი. ვურალ, დაჯექი, მინდა რომ დაგელაპარაკო. რა მოხდა? ჰაზალს უნდა დაელაპარაკო. რაზე? მომისმინე საყვარელო. ცოლქმარი ვერ გახდებით, სანამ სხვადასხვა ოთახებში გძინავთ. დედა, შენ არ გეხება მესად დავიძინებ და სად გავიღვიძებ? შენ არა. შენი ცოლი სად იღვიძებს ის მაინტერესებს. სალაპარაკოს ნუ გაიხდი. დეფნე და სინანი ხო საერთოდ არ უნდა ალაპარაკო. სოფლელისთვის რომ დომოდა ოთახის მიცემა ისე არა როგორც რძალს, ისე მივცემდი როგორც მოსამსახურეს. მისი ოთახის ზემოთ კი არა ქვემოთ იქნებოდა. დედა, ნუ ცდილობ გადამარწმუნო. უკან არ დავიხევ. მომისმინე, თქვენ უკვე დაქორწინდით. უნდა თუ არა ის ვალდებულია ქორწინების წესები დაიცვას. სად მიდიხარ? ის საბუთები მოვიდა, რომელსაც ველოდებოდით, კომპანიაში მივდივარ. კარგი, წადი, მე მერე მოვალ. რა საბუთები? დედა, რა საბუთები? ერთ-ერთი სტამბულის კომპანიის შესახებ ინფორმაციას ვეძებდით. ახლა შედეგები მოვიდა. თუ მოგვეწონება, ხელს მოვაწერთ მათთან შეერთებაზე. სერიოზულად? ანუ სტამბულში დროზე ადრე დაუბრუნდებით? ზუსტად ასეა, სეზონი დავხურეთ. მელეკ. რა მოხდა, რატომ ყვირი? იცოდი არა? თავიდანვე იცოდი. ამიტომაც ამბობდი ასე დარწმუნებით. კენანი ამას არ იზამდა და ასე შემდეგ. რას ლაპარაკობ, რაზე ამბობ? ისე ნუ იქცევი, თითქოს ვერ ხვდები მელეკ, აზის ტოპრაკზე ვამბობ. ებრო სახშია ჩუმად. უთხარი მაგას? ამიტომ ამბობდი, რომ კენანი ამას არ იზამდაო. შენ თავიდანვე იცოდი, რომ აზიზი ისროდა. გუშინ ღამე აზიზი ისროდა? ისე ნუ იქცევი, თითქოს არ იცი მელეკ. ნუ აკეთებ ასე, შენ უთხარი არა? რას ბოდავ? ეს რისთვის უნდა გამეკეთებინა? ეს უკვე არ ვიცი, რისი გაკეთებას ცდილობთ. მომისმინე, ჰალილ, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. რაც არ უნდა იყოს, არც მე და არც ჩემი ქალიშვილი იმ ადამიანს არ დავუბრუნდებით. გასაგებია? ჩემს ქალიშვილს რომ სვეჭხობო იმ ადამიანს მაინც არ დავუბრუნდები. გასაგებია? დაიმახსოვრე ეს. აქედან მაინც მივდივართ. იმ ადამიანს აღარ ვნახავთ. ასეა? სად მივდივართ? მადლობა ჩვენ სიძეს. მისი პირადი მძღოლი ვიქნები. სტამბულში მიდიან და ჩვენს მათთან ერთად წავალთ. მისი მძღოლი უნდა გახდე. ვისაც შენი ქალიშვილის სული მიჰყიდე? სირცხვილი. აბა რა უნდა ვქნა? რა ვქნა? აქ დავრჩე და მიტილუსები გავყიდო? ზუსტად ასე. ასე უფრო ნამდვილი იქნებოდა. არ გამიკვირდება მოსამსახურეების სახლში თუ დაგვაბინავებენ სტამბულში. იყოს ასე, მერე რა? მოსამსახურეების სახლი სტამბულში ამაზე ბევრად უკეთესია. ჩვენი ქალიშვილიც მიდის სტამბულში და ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ? მე არსად არ წამოვალ. ეს გადაწყვეტილება ჰაზალმა თვითონ მიიღო, გასაგებია? ესე იგი ვერაფერს ვიზამთ. კენან, ო ძმაო, რას ამბობ შვილო? ჩემი ნავის შეკეთება შეძლებ? ნუ ღელა, ეს საქმე ჩემზეა. ღმერთ მაქნა შევაკეთებ. მიდი, ღმერთი დაგეხმარება. ღმერთი ძმაო, მადლობა. შევაკეთებ ძმაო. შევაკეთებ. ნავსაც და საკუთარ თავსაც. ებრო, აქ ძალიან მოვიწყინე. რამე მოიტყუე და აქ მოდი. კარგი ძვირფასო, პირველივე დღიდან თქვენთან ჩავსახლდები. სისულელეს ნუ ამბობ, რა არის ამაში ასეთი? ჰაზალ, მომისმინე, რამოდენიმე დღეში შეეგუები, კარგი? კენანი როგორ არის? კენანი ნახე? კენანი? კენანი კარგად არის. ყველაფერი ისე არის, როგორც შენ გონია. როგორ? ანუ განადგურებული საერთოდ არ არის. ცხოვრებას აგრძელებს. დილით მინდოდა მენახა როგორ არის. შენსავით ვიფიქრე, რომ საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა. მაგრამ ამაზე საერთოდ არ საუბრობს. შენი სახელიც არ უთქვამს. ებრუ, 4 მილი უნდა დავკიდო.
მოხარული ვიქნები თუ ოთახში შემოსვლამდე დააკაკუნებთ ქალბატონო ჯანან. შენ არ გკითხავ სად და როგორ შევიდე ჩემს სახლში. რა გინდათ? პატივი ეცით ჩემს ვაჟს. თქვენი ვაჟი პატივისცემას რომ იმსახურებდეს, დარწმუნებული იყავით პატივისცემით მოვეპყრობოდი. რას აკეთებთ? გაჩომდი. თავი ვინ გონია? ვინ ხარ? მომისმინე. სანამ ჩემი მტერი გახდები, ისეთი ძლიერი მაინც უნდა იყო, როგორიც მე. მაშინაც მოგიწევს ცხოვრების შეწირვა. ასეთი მომთმენი არ ვარ, ამიტომაც ნუ შეწუხდებით ყოველად ძვირფასო. არავითარ შემთხვევაში. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა ბეთქომი. ახმოვანებული აჯარა ნეთქომის მიერ. წარმატებები. მადლობა ძმაო. ჩემის თანაბები რიგი პოვია. ძველია. ასეთი ტვირთით მხოლოდ ეს თუ ამიტანს. ხაზალ, კარგად ხარ? კარგად ვარ, არაფერია. ქალბატონოსელმა თუ შეიძლება. დედა ჩემის ხმა ისმოდა ჩემს ოთახში. ასე რატომ გაბრაზდა? სინამდვილეში ჩვენებს მიზეზი არ სჭირდებათ გასაბრაზებლად. გინდა საიდუმლო გითხრა. ამ სახლის გული ჩემი ძმა არის. სანამ ჩემი ძმის გული შენ გეკუთვნის, ზიანს ვერავინ ვერ მოგაყენებს. არ დაივიწყო ჩემი სიტყვები, კარგი? მადლობა. მოდი ერთად წავიდეთ სტამბოლში. სულ სიცადად აგვტოვებ. გონების დატოვებას არ მინდა. იცი ჩემი გარდაცვლილი მამა რას ამბობდა ძმაო? რას? ზღვა ისე. უბრალოდ კი არ არის მარილიანი. ის ადამიანების ნადგენებს სვავს. თუ ეს ზღვა მამა ჩემისთვის წამალი იყო, თუ მან დედა დაავიწყა მაშინ, მეც ბევრ რამეს დამავიწყებს. ერთხელაც აუცილებლად მოვარ შენთან ძმაო, მაგრამ ახლა არა. არ შემიძლია, ჯერ არ განვიკურნე. მთლიანი სულისთვის ნახევარი სიყვარული ტვირთი არ იქნება. შენი წამალი შენს გულშია. ნებისმიერ ადგილას. ნებისმიერ ადგილას შეძლებ განკურნებას. მინდა სტამბოლში, მინდა ინდირში. ნიშნულობა არ აქვს. ნიშნულობა აქვს ძმაო. ძალიან დიდი ნიშნულობა აქვს. სტამბოლი ეს ეშმაკის ქონებაა. საჩემო არ არის, იქ ვერ გავძლებ. კიდევ ერთ ბიჭს ვიცნობ, რომელმაც აქ დატოვა სული და გაემგზავრა. ის ამბობდა, რომ ერთ წამსაც ვერ ცხოვრობდა იქ, მაგრამ წავიდა სტამბოლში. და იქ 35 წელი იცხოვრა. ის ბიჭი შენს წინ დგას. არ დაგაძალებ. შენ უკეთესად იცი როგორ მოიქცე. თავარია კარგად იყო.
ის უნდქო. ეს ჩემთვის საკმარისია. რასაც მეუბნები, იმას ვერ ვიჯერე. როგორ გააგზავნე ასეთი მნიშვნელოვანი საქონელი უცხო მეთევზესთან ერთად? 5 მილიონი დოლარი დავკარგეთ. ეს არის ახლა ჩვენი პრობლემა, დეფნე. დედას და ძმას კომპანიის გაერთიანება უნდათ და მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. ამ ყველაფრის გარეთ ვარ. ვალების გადახდას როგორ აპირებ? არ ვიცი, დეფნე. ახლა ნომაწვევი. ახლა მართლა ვერ ვაზროვნებ. ცოტა დრო მაქვს სინან. მითხარი რის თქმა გინდა და წავალ. ცოტა ხანში ხელი უნდა მოვაწერე ხელშეკრულებას ლოგისტიკის კომპანიასთან, ატენა. ამის გამო დაგიძახე. მე რატომ არ ვიცოდი ამის შესახებ? ამ კომპანიის მეწილი არ ვარ? ო, დედა, ეს რას ნიშნავს? იმ საქმეებზე ვიცი, სადაც ფეხი ჩაყავი. იმის მერე რაც ვალები დაიდო, რა აღარ გაგიკეთებია მათ დასაფარად. ყველაფერი ვიცი, საყვარელო. სინან, ამ ოჯახისთვის ყველაზე დიდი საფრთხე შენ ხარ. მაგრამ ამ ოჯახს ჩემი საკუთარი შვილიც კი თუ მიაყენებს ზიანს, არ ვაპატიებს. შენც იცი. ეს სიტყვები სისულელეა. ამ ოჯახს ყველაზე მეტად ურალი აყენებს ზიანს. 2 წლის განმავლობაში მისი გაგიჯების გამო რა არ გადავიტანეთ? მაშინ რატომ არ ფიქრობდი ჩვენი ოჯახის მდგომარეობაზე? შენს ძმას ფსიქოლოგიური დარღვევები აქვს, რომლებსაც ებრძვის. მაგრამ შენი უტვინობა, არაკომპეტენტურობა და აზარდი განუკურნებელია. შენ შეცდომებზე აღარაფერს ვამბობ, სინან. შენს ვალს გადავიხდი. შენი სიკეთე არ მჭირდება. ჩემს ვალს მე თვითონ გადავიხდი. 5 მილიონი დოლარის საპოვნელად მგონი 3 დღეზე მეტი დაგჭირდება. ვერ მოასწრებ ჩემო ცხოვრებავ. მაგრამ არ ინერვიულო. იმას არ შევეხები, რასაც კომპანია გამოიმუშავებს. შენს წილს მიიღებ. კომპანიიდან შენი პირადი წილიდან მოგცემ ფულს. ამის სანაცვლოდ შენ გადმომცემ კომპანიაში შენ საბუთებზე ხელმოწერის უფლებებს და მფარველობიდან წახვალ. დედიკო, უკვე ძალიან დიდ სისულელეს ამბობ. შენ ნუერევი. სინან, არც იფიქრო ამაზე და არ დათანხმდე. საყვარელო. გადაწყვეტილება შენზეა. კარგი ჩემო ცხოვრებავ. ხვალ სტამბოლში ბრუნდებით. სათაშორის მამა შენ მაიცის. თუ გინდა მათთან რომ წავალ, დედა შენს დავემშვიდობოთ. იმიტომ რომ შეიძლება ელბირში აღარ დაბრუნდე. ჰაზალ, კიდევ ერთხელ გეუბნები, თუ წასვლა არ გინდა, შეგვიძლია აქ დარჩეთ. არ დავბრუნდებით ყველასთან ერთად სტამბოლში. გამომართვი. წუხორ შვილო. ბედი არ ყოფილა. მელეკ, ხელი გაუშვი, სად მიყავს, გაუშვი. ჰალი, გზიდან გამეცალე. ხელი გაუშვი. გინდა რომ შეგვარწმენო? უკვე შერწყვი იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო.
მოვიდა ჩემი ერთადერთი ქალიშვილი. მოვიდა ჩემი ხაზალი. ხელი საკოცნელად მოვიდა. ებრუ შვილო ნახე, შენი და მოვიდა. მობრძანდით ბატონო ბურალ. დედა. არ წახვიდეთ ხო? მოტრიალდი და შემომხედე. არავინ მყავს შენს გარდა, ვისაც შემიძლია დავეყდნო. დედა. არ წავიდოდა და არ მიმატოვებდა. ყველაფერს გააკეთებდა, საკუთარ თავს დამითმობდა. ვერ მიმატოვებდა. ჩვენ ხომ ერთნი ვიყავით, დედა. ახლა რა მოხდა? დედა, შემოტრიალდით ხო? შენი ხელი საკოცნელად მოვედი. მივდივარ. მივდივარ, დედა. მოვედი, იმიტომ რომ შესაძლებელია ერთმანეთი ვეღარ ნახოთ. იქნებ ერთხელ მაინც თუ შემომხედავ. რამე გაგახსენდეს ჩემი ბავშვობიდან. ჩამეხუტები და ჩემს სურნელს ჩაისუნთქავ. მინდა რომ იმ გოგონას გამო ერთხელ მაინც გამიღიმო. მომეცი უფლება ერთხელ მაინც გავიღიმო, დედა. გთხოვ. გთხოვ, შემომხედე, დედა. გთხოვ. დედა. დედა. არ მომიახლოვდე. ჰაზალ. რა მოხდა? ჰაზალ, რა მოხდა? დედა მელექმა ისევ რაღაც გითხრა? ჰაზალ. საყვარელო, აღარ იტირო, თავი ხელში აიყვანე. ცრემლები მოიწმინდე. ზას როდის გავუდგეთ ბატონო ბურალ? ჯერ რიცხვი არ აგვირჩევია, მალე გადავწყვეთ. სახლში შემოვბრძანდით, ჩაიმანიც დალიეთ. არა, დიდი ხანი ვერ გავჩერდებით, საქმეები მაქვს. ამ ბოლო დროს დაკავებული ხართ. მაშინ სტამბოლში შევხვდებით. რა გენით იმ მიწაზე ყველაფერი მოვაგვარეთ? ფიქრობ, რომ არანაირი გართულება არ არის. ნამდვილად. ესეც დასასრული. მოცნებობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა პატარძელი იქნებოდი. სიკვდილს ვერ შევხვდი. ტანსაცმლის გარეშე არ შეიძლება, შვილო. ეს შენი გარდაცვლილის სამოსია. როგორც იქნა ბოლომდე შევკერე. ამას ნუ აკეთებ, გთხოვ, დედა.
ჩემს სახლში აღარ მოხვიდე. ამ კაბით უკვე. ჩვენს და შენი თავიც გაანადგურე. ვიზიარებ მწუხარებას შვილო. შეხედე, შენ თვითონ დაინახე. მე გეუბნებოდი. ის ძალიან კარგად არის. ცხოვრებას აგრძელებს. სტამბოლში როდის მივემგზავრებით? რამოდენიმე დღეში. ძმო, მან რას აკეთებ? რა დაგემართა, კარგად ხარ? კარგად ხარ? უბედურება შემემთხვა. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა კენან. უნდა დავიმალო, მომკლავენ. რას ნიშნავ, მოკლავენ ძმაო? თავი ასწიე, შემოხედავ. რა გჭირს? ეს ვინ გააკეთა? რაში გაეხვიე? მითხარი, ვინ გააკეთა ეს გეკითხები? ეს ვინ გააკეთა მეთქი?
ვურალ, თქვენ დაქორწინდით. შენ კი ჯერ კიდევ უბედური ხარ. ხოლო შენი ბედნიერების გამო დავხუჭე ამ ქორწინებაზე თვალები. თუ მომავალშიც ასე მდგომარეობაში გნახავ. მე თევზე ვნახეთ. აზალის ყოფილი საქმრო. დედამისთან რომ მივდიოდით, მაშინ შეგხვდა. ახლა გასაგებია. კარგი. შენ რა გააკეთე? რა გავაკეთე? არაფერი. არაფერი. ჩემს მოპირდაპირე ხალხს იარაღი ჰქონდა. მესროდნენ. მე კი გავიქეცი. ახლა იმათთან მაქვს პრობლემები, ვისთანაც ვმუშაობდი. თავისი ფული უნდათ. ისინი ვინ არიან ძმაო? ვინ არიან გეკითხები, მითხარი, ამიხსენი. ვინ არის ის ხალხი? დემიროღლუ. შენ დემიროღლუზე მუშაობდი? იმ ხალხთან რა გესაქმება? სად იპოვე ეს ხალხი? მაგათთან რა გესაქმება? მაგათთან რატომ მუშაობ? რატომ? ფულის გამო. აზალი ფულის გამო არ დაგშორდა? ეს შენთვის გავაკეთო, შვილო. ჩვენთვის. აზალ. აზალი დემიროღლუს გახვაცოლად. იმ ტიპის გამო მიმატოვა ძმაო. და შენ მაგ ადამიანის ფულის შემოტანას აპირებდი სახლში? ადამიანის, რომელმაც ჩემი საყვარელი ქალი წამართვა, მის ფულს დადებდი ამ მაგიდაზე. კენან მე ნამუსი არ გაგაჩნია, არც ღირსება და არც პატივისცემ არ გაგაჩნია. არ ვიცოდი, რას ნიშნავს არ ვიცოდი. არ ვიცოდი, შვილო, არ ვიცოდი ამ საქმეს. ხელს როგორ მოვკიდებდი, ჯერ ხაზალთან ის უბედურება არ მომხდარ. მერე უბრალოდ გავეხვიე. საქმიდან ვეღარ გამოვედი. შემეშინდა. კენან. მომკლავენ. უნდა დავიმალო. კაფეში ვეტყვი, რომ ჩვენს ხალხში ეტყობინონ. მოვლენ და წაგიყვანენ. კარგი, სად უნდა გამევგზავროთ? ჩვენ არა. შენ გაემგზავრები. შენ? ამერიდან ჩვენი გზები გაიყოფა. კენან. ყველად არ ეცადო. შვენი რომ იცოდი რა იყო იმ პარკებში. არ ვიცოდი. არ ვიცოდი. რომ ცოდნოდა მსგავს რამეს ვიზამდი, მაშინ ამდენი ფული რისთვის უნდა მოეცადო, შვენი რომ იცოდი. კენან. ეყობა ჩემო ლომო. შეცდომა დაუშვა. მოდი დავხუროთ ეს თემა. შვილო, თქვენ ძმები ხართ. მიდი, რამე ტანსაცმელი შეაგროვე. მოვიდნენ და წაგიყვანონ. სად გამემგზავრები? ჩემს სახლში. სტამბულში. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთქომი. ახმოვანებულია აჯარანეთქომის მიერ. მადლობა. თითქოს ვიღაცას ელოდები. ვერ გავიგე. ორი დღეა აქ ხარ და ტირი. ან ზღვა გიყვარ ძალიან. ან არის ვიღაცა, ვისაც ელოდები.
ჩემი ძმა არ გიყვარს ხომ ასეა? მაშინ რატომ გაყევი ცოლად? იმ გოგონებს არ გავხარ, რომლებიც ფულს დაზდევენ. სწორად გამიგე. ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ გაგაბრაზო. არც დაკითხვას გიწყობ. არ ხარ ვალდებული, რომ მიპასუხო. ვთვლი, რომ ეს შენ ძმას უნდა გკითხო. რატომ მომიყვანა ცოლად? მას უყვარ ხარ? დარწმუნებული ხარ? ჩემ ძმას კარგად ვიცნობ. სიგიჟემდია შენზე შეყვარებული. დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან კარგად იცნობ. მაგრამ შენ სიყვარულზე არაფერი იცი. შესაძლებელია ოდესმე გავიგო. მადლობა ძმაო. არაფრის. სტამბოლში თავს არავინ მოგაბეზრებს. რა თქმა უნდა, შენ თუ არ მოაბეზრებ ვინმეს თავს. შეხვედრამდე. ბედნიერი მგზავრობა. შენს ძმას ასე უნდა დაემშვიდობო? მამისგან მხოლოდ ნავი და საკუთარი ღირსების შეგრძნება დაგვრჩა. ნავი დაიწვა. მინდა რომ პატივისცემა და ღირსება დავიცვა. მაგრამ შენ ვერ შეძელი. ვითხარი ჩემს ადგილას რომ იყო რა სიზამდი. შეგიძლია ესე ბრუს გადასცე. თავს გაუფრთხილდი მეთაურო. და მაპატიე. სხვათა შორის თქვენთან საუბარი ვერ მოახერხეთ. რატომ ყიდით თქვენს კომპანიას? ამ საქმეში რატომ გადაწყვიტეთ ფულის ჩადება? ერთი და იგივე მიზეზები გვაქვს სტამბოლი, ბატონო ბურალ. ეს ერთადერთი მიზეზია. თქვენ უფრო მეტად აქ ფესვის დადება გინდათ. მე გიწასვლა. ეს ხელშეკრულება წარმატებული იქნება როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის. კარგი, წარმატებები უსურვოთ ჩვენს თავს. წარმატებები ჩვენ. ხოთ. ვურალ, ხელი მოაწერე და დავასრულოთ ეს საქმე. წარმატებები. ეჯე.
რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? დასამშვიდობებლად მოვედი. ძმა აზიზი არ არის? არა. მოდი, ჯაჯიკი, ავადავლიოთ, ჩაის დალევ? ხო. ეკო, ორი ჩაი შეიძლება? კარგი ძმა უქენა. კენან, ცოტა ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ იმდენი გადავიტანეთ ერთად. ასეა. ზოგჯერ ცხოვრება ისე სწრაფად მიდის. ის მიდის. შენ კი უბრალოდ უყურებ. მიხარია რომ გაგიცანი. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. რთულია იმის გადატანა, რაც შენ შეგემთხვა. ასევე ვიცი რომ აზრი არა აქვს დაივიწყეს თქმას. მაგრამ მინდა რომ კარგად იყო კენან. რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდა შენს თავს. ისე რომ საღებავი არ მოხდეს. ჯერ გალბატონს მიაწოდე. ინებდე დაიკო. გეფიცები შემთხვევით მომივიდა. დაიკომ ხელი აწია და კარგი გაჩვენდი. ნაკრებში დამწრობის მალამა უნდა იყოს. გავიქცევი და მოვიტან. კარგი, ლაპარაკის ნაცვლად გაიქეცი და მოიტანე. მიდი სწრაფად. კივა? ცოტა. სად არის მალამო? გამომართვი. მომეცი ცოტა მალამოს საუსმე. დამწვარი გაქვს. ნაჭერი მქონდა სადღაც. ის დავადოთ. ყველამდე არ მოიხსნა. არაფერი არ დაგჭირდა. არ ინერვიულო. კარგი ბატონო ექიმო. ბუდიში ვისულელე. თავის ადგილას არ მაქვს. ასეთ რაღაცებს შეჩვეულები ვარ. თუ გინდა მოხსნი. არა, იყოს. თუ ეს ნაჭერი არ გჭირდება, შემიძლია ჩემთვის დავიტოვო. არა, რა შემჭირდება, დაიტოვე. უბრალო ნაჭერია. დავებრუ. რა იყო? ეს ძმა კენანმა გადმოგცათ. კენანმა? კენანმა წერილი დამიწერა? რისთვის? ეს არ ვიცი, მითხრა ებრუს გადაეციო და ასე გავაკეთებ. შეხვედრამდე. მან დაწერა ჩემი ებრუსთვის. ღმერთო, ახლა გული ამომივარდება. ებრუ, ჩემო სიყვარულო. სინამდვილეში ეს წერილი რომ დამეწერა, იმის მაგივრად მინდა თვალებში გიყურებდე და ჩემი სიყვარულის შესახებ შენ მიმართ ყვიროდე. მაგრამ ამისთვის არ ყოფნიდა სიმამაცე. აჰმედი. უნდა წავიდე, საღამოს მივემგზავრებით. მადლობა რომ მოხდი. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის. თუ ერთმანეთის ნახვას ვერ მოახერხებთ, მადლობა ყველაფრისთვის, კარგი? ასეთი ვინ ხარ? თანაც წერილი კენანს მისცა, იმისთვის რომ მას ჩემთვის მოეცა. კენანი? ეს გოგო ვინ არის?
დარწმუნებული ხარ იმაში, რომ სტამბულში წამოსვლა არ გინდა? რა სტამბული? შეხედე დავსახლდით და შევაშვიეთ ჩვენს მიწას. სტამბული კი შეგჭამს და გადაკლაპავს. თუ გადაიფიქრე, ჩვენი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, ხომ იცი? მადლობა. ზედმეტი არ იქნები, არც შენ და არც ძმა აზიზე. თავს გაუფრთხილდი, კარგი? შენც. ბედნიერი მგზავრობა. Kenan. Kenan. ის გოგო ვინ იყო? ეჯე. ეჯე. ეჯე ვინ არის? შენთვის რა აზრი აქვს? რა მოხდა დაკითხვაზე ვართ? შენს გარშემო ვტრიალებთ, ფიქრობთ, რომ მორალურად მკვდარი ხარ. ცუდად ხარ და მოიწყინე, მაგრამ შენი მდგომარეობა უმაღლეს დონეზეა, კახბებთან დასაირნობ. სიტყვებს დაუკვირდი. ნუ განსჯი ადამიანებს ისე რომ არაფერი იცი. გუშინ გაცნობილი გოგო შენთვის ასეთი ძვირფასი გახდა? ებრო, ნუ მაბრაზებ. სხვათა შორის, არ გაბედო და არი თანამშრომლო შენს ძმასთან. მე მისთვის დავრჩი? ტყუილად ნუ გაუხარდება, ზუსტად ასე გადაეცი, კარგი? ზუსტად ასე უთხარი. ისედაც ცუდად ვარ. ნუ მეხები, წადი, გაეთრი აქედან. გაეთრი აქედან. შენს გულში ვინც არ უნდა იყოს, ყველას შორს გავაგზავნე. ყველას. ჰაზალი. ეს გოგო. ყველა წავა. მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩებით. მხოლოდ ჩვენ. ჩვენ ორნი. ოდედიკო, გისმენ? რა საკითხია ასეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია? ბურალეს შეერთება უფრო გაგვაძლიერებს. ჩვენი სამრეწველო სესხი მინდობილობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ახლა არის. კარგია, ეს ხომ გინდოდა? ხო, ამავდროულად ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ხშირად ვიქნებით ყურადღების ცენტრში. თუ ის რაც 2 წლის წინ გადავიტანეთ, ამოტივტივდება, გავნადგურდებით და მერე ვერასდროს ვერ ავშენდებით. ვერასდროს. დედა, ეს საკითხი დაიხურა, დასრულდა, დიდი ხნის წინ. ეს ნათქვამი გაქვს. ჩვენი ტანჯვა დასრულდა. მაგრამ აზიზი არასდროს არ გადაიფიქრებს და ყოველთვის დაგვაბიჯებს. ეს ნათელია. ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მთელი ოჯახი. თუ ის რამეს იპოვის. აზიზ ტოპრაკის საერთოდ არ მაინტერესებს. მისნაირი ადამიანები მხოლოდ თავის საქმეებზე დარდობენ. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვურალ. ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ცნობილი გახდება ის, რაც მოხდა და რაც გავაკეთეთ, ყველამდე პრობლემებში ვიქნებით ჩაძირულები. მხოლოდ ჩვენი ნდობა ბიზნესში არა. ოჯახიც მიწასთან იქნება გასწორებული. ამიტომაც აზიზს არაფრად არ უნდა ვაგდებდეთ. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ჰაზალ. გისმენ. ჩემო ცხოვრებო, სად მიდიხარ? თავი ცუდად ვიგრძენი შიგნით. ცოტა სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ. კარგი. ყველაფერი მოისმინა. ნუ ღელავ, მაინც ვერაფერს გაიგებდა. რას ნიშნავს მაინც ვერაფერს გაიგებდა? უზრდელი. არც შერცხვა და ჩუმად გვისმენდა. თუ დამეჯერებდა ამ საკითხზე თუ არ ილაპარაკებს სახში, მაშინ ნერვიულობაც არ მოგიწევს. დედიკო, შემომხედე, გაფრთხილე. ეს საკითხი აღარ აიწევა, თუ ჰაზალი 1 კილომეტრით მაინც იქნება ახლოს.
მადლობა. გემრიელად მიირთვი. შიგნით ძალიან ცუდად გავხდი. ხელს ხო არ გიშლი? ანუ თუ მარტო გინდა ყოფნა? არა, კარგია რომ მოხვედი. რაღაცის კითხვა მინდოდა. რა თქმა უნდა, მკითხე. ის კაცი, ქორწილში რომ ისროდა, აზის ტოპრაკი. ხო, მოგიყევი უკვე. ბიზნესის მოწინააღმდეგეა. შენ ნუ ნერვიულობ, ძმა მოაგვარებს ამ საკითხს. კარგი, მაგრამ თუ მხოლოდ ბიზნესის მოწინააღმდეგეა, ქორწილში რატომ ისროდა? მგონია, რომ აქ სხვა მტრობაც არის. გიჟია ეს ადამიანი. მისმინე ირმაკ. რამოდენიმე წუთის უკან, ჩემი სურვილის გარეშე დედაშენის და შენი ძმის საუბრის მოწმე გავხდი. ქალბატონმა ჯანანმა თქვა, რომ ისინი არ დაგვანებებენ თავს, სანამ სიმართლეს არ გაიგებენო. აზის ტოპრაკს არ მოეწონა, რომ დავქორწინდით. ვერ ხვდები ეს მე როგორ მეხება. ჩემი ძმას ძულს. ესე იგი მას არ უნდა, რომ ჩემი ძმა ბედნიერი იყოს. ნახავ, ხვალ სტამბულში გავემგზავრებით. იქ ვერც კი მოგვეკარება. ძმა ყველაფერს მოაგვარებს. ებრუ. მობრძანდი. მადლობა საყვარელო. გამარჯობა ქალბატონო ირმაკ. ქალბატონო ირმაკს ნუ მეძახი, ჩვენ ხომ უკვე ნათესავები ვართ, ბეჩვევი. კარგი, წავალ, ალბათ სალაპარაკო გაქვთ. დარჩი. მერე შევხვდებით. შეხვედრამდე ქალბატონო ირმაკ. ირმაკ. კარგია რომ მოხვედი. მოდი. რაზე ლაპარაკობდით? არაფერზე, უბრალოდ ამინზე და წყალზე ლაპარაკობდით. ირმაკ, რაზე ლაპარაკობდით? აზის ტოპრაკზე მკითხა დედა. ესე იგი გაიგო რაზეც ლაპარაკობდით. შენ რა უპასუხე? ნუ ღელა, ნასის შესახებ არაფერი მithkoms. მაგრამ ჰაზალი იმაზე უფრო ჭკვიანია, ვიდრე შენ გონია. ქალბატონი ნასის შესახებ უნდა მოუყვეთ, უფრო მეც ვეღარ მოვატყუებ. მადლობა. ჰაზალ. ცუდად გამოიყურები. 2 დღეა თითქოს კვდები. ებრუ, გუშინ სახლიდან რომ გამოვდიოდი. კენანი ვნახე. მან ვურალთან ერთად დამინახა. მის თვალებში ზიზღი იყო. რომ დაერტყა ჩემთვის ასე არ მეტკინებოდა. ჰაზალ, გეხვეწები, აღარ დაუბრუნდეთ ამ საკითხს. ხო, უკან დასახები გზა აღარ არის. შენც იცი. შეიგნე უკვე. ყველაფერი უნდა დაივიწყო. არ იფიქრო. გონია ის შენზე ფიქრობს? ეს რას ნიშნავს, ებრუ? სინამდვილეში ამის თქმა შენთვის არ მინდოდა, მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია, როცა ასეც გხედავ. თავი ხელში აიყვანე. წინ იყურე და შენ ცხოვრებას მიხედე. კენანი ასე იქცევა. ებრუ, ნუ წელო, ნორმალურად მითხარი, რის თქმაც გინდა. დღეს კენანი დავინახე გოგოსთან ერთად. ძალიან ლამაზი გოგო იყო. ჩანს რომ მდიდარია. ბოლო მოდელის მანქანა ჰყავდა. ნავში ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ჰაზალ. ის მოხდა, რაც შენ გინდოდა. ჰაზალ. მისმინე. კენანი თავის ცხოვრებას აშენებს. შენც მიხედე შენსას.
შენი ბუდე ააშენე. ჰაზალ, ახლა დემიროღლუს ოჯახის წევრი ხარ. თუ ჭკვიანად მოიქცევი, სამყაროზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი გახდები. იმას შეხედე, რაც შენს წინ არის. ეს აირჩიე. ვინ არის ეს გოგო? არ ვიცი. თანაც რა მნიშვნელობა აქვს? ჰაზალ, ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთე, რომ ქენანმა თავი დაგანებოს, რომ იმედები არ ქონოდა. რომ ქენანი არ დაზარალებულიყო. შენ თვითონ გინდოდა ასე. ეს ის არის, რაც უნდა მომხდარიყო. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. სხვა გამოსავალი არ მქონდა. ვიცი. მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა დაივიწყო. შენ ცხოვრებას შეხედე. წინ იყურე. სტამბოლში გაემგზავრე. შენი ბუდე და სახლი ააშენე. წადი. ეს აირჩიე. ყველაფერი დაივიწყე.